იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. დასვენებისას მიღებული ტრავმა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ჩვენ შევიკრიბეთ ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ყველა სხვადასხვა ფობია გვაწუხებს. ოღონდ ზაფხულში შეძენილი, მე მინდა რომ ხაზი გავუსვათ ამას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ფობიებს. შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. მე მაგალითად საცობის ფობია მაქვს ალბათონო. საცობის ფობია, ზაფხულში ბათუმში ვიდექი შესასვლელში 2 საათი ვიდექი. დაწყნარდით, მაგრამ კარგია რომ აღიარეთ. ტაში დავუყრათ, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ შეგიძლიათ ვისაუბროთ. რატომ სიგნალები შენიდეთ ამ კარგი, დაწყნარდით ბატონო ვასილ, დაწყნარდით, გაიარა, ნახეთ, გაიარა, შეხედეთ თვალი გააყოლეთ, გაგცდათ. მოკლედ, სანამ უშუალოდ გადავალთ თერაპიაზე, მინდა გაგეცნოთ, მე გახლავართ პროფესორი ლუდა თერაპიშვილი. უცხოეთში მიცნობენ როგორც ნუჯი, ჩინეთში ჯინჩი, ხოლო სოფელში თედოს ბიჭის გოგო. სასიამოვნოა. ასევე მეგობრებო ვარ სერტიფიცირებული და აცრილიც. მე ბათუმის შიშების გურუთაც ვიწოდებოდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მე ისეთი ფობიებიდან მყავს ადამიანები გამოყარილი, როგორიც არის სიმინდო ფობია, ჩაიწერეთ, ასევე შეზლონგო ფობია და სხვა თქვენ რომ ვერ მიხვდებით, აი უამრავი ასეთი. მოკლედ, რაც შეეხება კურსს. კურსი ფინანსდება, გეტყვით, ტაილანდელი 4 თითადედების ორგანიზაციის მიერ და შესაბამისად არის უფასო. რა მავია? არა, უფასოა, მინდა გითხრათ. დია. კარგით, მოკლედ რატომ სიგნალები, ბიჭო, რატო ასიგნალებ რა? შეშობეთ რომ ხოილა რომ დატომჭი ვარ. დაწნადით, ბატონო ვასილს ფასაუს. უკაცრავ სანამ კურსზე გადავა თვითონ რა ღირს თქვენი კურსი? 50. რა მავია, მართლა ქალბატონო რა? და მალე იქნება? უკაცრავად? ანუ ეს ჩემი აჭარული მალე იქნება? ანუ მე როგორც ხვდები თქვენ აჭარულის მიმართ გაქვთ ფობია, ხო? დიახ, აჭარულის შეკვეთას ველოდები და რამდენი ხანი ელოდები ზოგადად? ძალიან დიდი ხანია ველოდები. სულ მგონია რომ აი სადაც არ უნდა ვიყო, ახლა შემოიტანენ რა. და აი რამდენი, აი მაინტერესებს ზუსტად. ძალიან დიდი ხანია, აი 25 წლის ვიყავი რომ შევუკვეთ. 25 წლიდან, ანუ რა გამოდის რომ 15 წელი ელოდებოდა ეს ადამიანი. გავამხნევოთ. მოიცა ეხა ამაში ფულს არ გადაგიხდით ეხა ტაშის დაკვრაში იცოდეთ. არა, ეს უფასოა. უფასო, დაუკარგეთ. უფასო გავხნევება. სანდრო, გამოდი მეთქი, ბიჭო, აქი ბალავი, ნაპირზე იჯექი, სანდრო, აღარ შეხვიდე ხმად იცოდე ყველა. კარგი, დაწყნარდით გოგონა, დაწყნარდით, წყალი მიირთვით თუ გინდათ დამშვიდით. მოდი მოვუსმინოთ ბატონ ვასილს, თუ შეიძლება. ბატონო ვასილ, აბა თქვენ წეღან აღნიშნეთ რომ საცობის ფობია გაქვთ. საცობის ფობია ბათუმის საცობში ვიდექი 2 საათი ნახევარი. ვერც წინ მივიდიოდი, ვერც უკან მივიდიოდი, კონდენსორით არ მუშაობდა და რა დავიგუდე? გასაგებია. არა, ხომ შეიძლებოდა რომ ჩაერთოთ, ანუ რა ხდება, ანუ გვირაბში რომ ვენტილაცია იყოს, არ შეიძლება. ანუ ვერ გამოხდა. რატო არა? გვირაბში ვენტილაცია რატო არ არის? კი ბატონო, ერთი მოდი გავყეთ, ხო ვენტილაცია არ არის, ანუ ჯერ ისევ გვირაბში დგახართ თქვენ. დიახ, ისევ გვირაბში. გაგხებთ ეს ფაქტი რომ თქვენ გვირაბში დგახართ. ვერ წინ მივიდივარ და ვერც უკან. მოდი წავიდეთ, წინ წავიდეთ, ანუ უკან წავიდეთ. ვერ მივიდივარ, ხაბატონო, წინაც ვერ მივიდივარ. გასმიეთ, არ მიდის, აი ვაწვევი და არ მიდის. რაღაცნაირად რა დავზლიოთ. კარგით, ბატონო ვასილ, მე მაინტერესებს ექიმთან თუ ყოფილიყავ. ექიმთან ვიყავი. მედიკამენტოზური მკურნალობა თუ არის ჩართული აქ? ხანშველის, ხანამშველის, არ ვიცი როგორ ისე არა, ანუ ორივეს დია. კი ბატონო, ძალიან კარგი. ანუ ყოველდღიურად მაინც ჭავჭავაძეზე ვივარჯიშო, ხო? ანუ გამოვიდე უნივერსიტეტიდან აუყვე კუსტმისკენ და მაინც ესე შენ ხო ჭავჭავაძე დავნიშნეთ. დიახ, ჭავჭავაძე დავნიშნეთ. ნახეთ, გავაგრძელოთ ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ძალიან კარგად მიდიხარ და დიდ შედეგზე გავდივართ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ უკვე დანის ხიდებთან გაგიშვებთ. დანის ხიდებთან, ნახეთ. დანის ხიდი თუ გადავლახე, მე მგონი ყველა აღარ. მოდი გავამხნევოთ, უფასო? უფასოა, აუცილებლად. რა თქმა უნდა. უკაცრავად მოვიდა და რომ შეგზანდეთ რა სწრაფად თუ შეიძლება. სად უნდა შევიდე? თქვენ შემდეგ მე ვარ და დაგელოდებით აბრძანდით და მე შევალ. თქვენ ორბის ლიფტის რიგში რომ იდექით. დიახ, მე ვარ. ერთად აღარ მივიდა, მგონი მოდის, აი. 30, 29, 28. ვაიმე, რატო გაჩერდა? გამოუშვით რა! რა გაჩერდა? ლიფტი გაჩერდა ბოდიში რა. გამოუშვით. გამოუშვებელია. მოდის.
დიახ, დაველოდები. კი ბატონო, დაველოდოთ. კი ბატონო. კარგი, გაჩერდა. კი ბატონო, მობძანდით, ნახეთ, ჩაის სუნთქეთ, დაბძანდით, ჯერ დაბძანდით, შვიდად, წყნარად, კარგად მივდივართ. ჩაის სუნთქეთ, ამოისუნთქეთ. ჩაის სუნთქეთ, ამოისუნთქეთ. მიეყრდენით, ფეხი ფეხზე გადაიდეთ, წყალი დალიეთ, მოეშვით. დიახ, დიდი მადლობა. მოგეშვათ? კი, მომეშვა. მოგეშვათ, ხო? ძალიან კარგი. მოეშვა. მოდი შეიძლება ფანჯარა ჩავწიო მიგუდები. მომიყევით რა. კარგით. ეხლა მოდი მოგვიყევით უკვე დეტალურად დაწყნარებულზე, აბა. იცით რა შეა საქმე? ლიფტში ვიმყოფებოდი. ბიჭმა დამაურსულა და შემდეგ მიმატოვა. გასაგებია. მე მაინტერესებს, როდის დაგაორსულათ და როდის მიგატოვათ. მე მგონი საინტერესოა, ხო? მე დეტალებში მახსოვს, დიახ. აი დამაურსულა მაშინ როცა 37 სართულიდან 27-ზე ჩამოვდიოდი. 27-ზე, ხო? დიახ, აი ამ პერიოდში და კარი რომ გაიღო, ეს ბიჭი გავიდა და აი მიმატოვა მაგ დროს და თავის ნომერში წავიდა. და ხალათით რატომ ხართ ახლა? იცით რა არის, ლიფტიდან ესე ჩამოვდიოდი და ყველაფერი ტანსაცმელი სასტუმროში მაქვს. გასაგებია. არა მეთქი, ბიჭო, არა მეთქი, ჟილეტი არ გაიხადო მეთქი, არ გაეუბნები მე. გამოდი მეთქი, სად ვიხადო? ზაგასაწვენი გაკ. ალო, ხონუგზა. მე მოვიდა ორბის ლიფტი, უკაცრავად. ბიჭო, რა ქენ იცი? ინდაურის კვერცხი ჩააგდე და 40 ლარად მიემაი აჭარული. ო. რაო? კადერზე უნდა გასეინება და 100 ლარზე მეტი არა აქვს? ბიჭო, კაი, გეიყვანე და ბუიოკთან დატოვე გამოცუროს მე თვითონ. კაი, კაი. კაი, დავაი. დავაი ძმა, დავაი ამცალი ერთსა. უკაცრავად, რა თქვენ ხართ? კაბატონო, თქვენს რიგს დაევლოდეთ და მე მიგიშვებთ. ამერე მოგაქცევთ ყურადღებას. ანუ რა რიგს თქვენ ჩემთან ხართ მოსული პირიქით? თქვენ ფსიქოლოგი ხარ? მე მოვედი თქვენთან, ხო? დიახ. ხო, რაცხე გასაჭირი მაქვს, კაბატონო. შემიძლია დაგეხმაროთ რა? იცი რა ხდება? რაცხა ვერ ვარ, რა. რატო რასთან გვაქვს პრობლემა? ამ ზაფხულში მაგარი ფული ვიშოვე რა. ყველა ფერმა მაგრა იმუშავა და ცუდად ვარ რა. კი ბატონო. ისე კარგად ვარ, რომ ცუდად ვარ. ბოდიში კარგად ყობლისგან გული მერე ვარ. ანუ კარგად ხართ. ერთი წამი. ანუ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობეს. კარგად ვარ, ისე ვარ ცუდად, რომ ასეთი არ მქონია და არასდროს რა. კარგით, მოდი იცი რა ვქნათ? ჩავამთავროთ ეს სეზონი, მაქსიმალურად დავხუროთ სეზონი და მე მობძანდით ჩემთან. კაი. კარგით? იანვარში მოვალ მაშინ, ხო? თებერვლის ბოლოსაც შეგიძლიათ. ერთი წამით. ხო ნუგზარ. რაო? 20 ლარად ეშმაკის ბორბალი ძვირია? მე წევიდე და ეშმაკს კითხოთ შემი ხომ არა ბიჭო? ჰა? ბანანი ძვირია? ხო დაგერა იაფი უთხარი რა? ო, რაზე გეუნები ჩაგიგდე მაგის ფოტოსა? კარგი, დავიმშვიდობ. ნაპირზე იყავ. კარგი, სანდრო ნაპირზეა, დამშვიდით მეგობრებო, დამშვიდით. თუ შეიძლება მოგძანდით მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს ფობიებს, ჩვენს შეძენილ ფობიებს. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ. დამეთანხმებით ალბათ ბატონო ბასო, ამიტომ მე მინდა რომ ხელი ჩავყიდოთ ერთმანეთს. თვალები დავხუჭოთ მეგობრებო, თვალები დავხუჭოთ. გამოვიდა სანდრო. და სამჯერ გაიმეორეთ, რასაც მე ვიტყვი. ყველამ თვალები დახუჭეთ, ამოისუნთქეთ, ღრმათ ამოისუნთქეთ და ჩაისუნთქეთ. ჩვენ აღარასდროს აღარ წავალთ ზღვაზე. ჩვენ აღარასდროს აღარ წავალთ ზღვაზე. გაიშვა! გაიშვა, всё, გაიშვა. დაწნარი. წავიდა, საცობი აღარ არის, ბიჭო. ბიჭო, მალე იქნება უკაცრავად. არა, გენაცვალე მე-11 სართულზეა და რა, აჭარულია მე-11-ზე თუ რა? კარგი, თუ შეიძლება დაწნადით, მოვიკრიბოთ ძალა და გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ, დამშვიდით, ამოისუნთქეთ. მოდი გადმოვალ თქვენზე, ანა თქვენი სახელი თუ სწორად მახსოვს, ხო? თქვენ რა პრობლემით ხართ მოსული? ასე თუ ისე განვიხილეთ ჩვენ სხვა ადამიანების ფობია? არა, მე იცით არანაირი პრობლემა არ მაქვს. არანაირი პრობლემა არ გაქვთ, გასაგებია. დიახ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ანუ კარგად დაისვენეთ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ მაქვს კითხვები, ადამიანებო, კითხვები მაქვს. რატომ ღირს პატარა აჭარული ხაჭაპური 50 ლარი, 9 ლიტრიანი წყალი 5 ლარი და
ბათუმში დუბაის ფასები რატოა? რატო მითხარით ერთი არანაირი პრობლემა არ მაქვს. არანაირი პრობლემა არ. კითხვები მაქვს უბრალოდ. მოდი მე ახლა ჩაგიტარებთ ეს და თქვენ არ უნდა ამოიღოთ ხმა და მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. კარგით? საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღოთ, რაც არ უნდა იყოს, არ უნდა ილაპარაკოთ. არ მიპასუხოთ და ვნახოთ რა გამოვა. ალბათ ყველას გვაინტერესებს ვნახოთ რა გამოვა. ვნახოთ რა გამოვა. გამოდი სანდრო. ანა მზად ხართ? კი, კარგით. ერთი ხინკალი. ანა 7 ლარი ღირს. 7 ლარი ღირს. შეიძლება ცოტა მეტიც. აჭარული ცომ გამოცლილი 35 ლარი. ბათუმში ერთი ჭიქა კონიაკი 108 ლარი და 50 თეთრი. შამპანიური, შუშხუნა შამპანიური 235 ლარი. მეგობრებო, 235 ლარი. კარგია, გადალახა მეგობრებო. მანე შეძლო, ხედავთ? გადალახა, ძალიან კარგია. ბრავო. გაიშვა, საწომბა გაიშვა. წავიდან მანქანები უკვე. ბატონო სანდრო. ერი ჩემი. ამას საჯობია. სანდრო, ერთი წუთი დაწვიანი რა. სანდროს ვეღარ ხედავ, კაბაკა სანდრო! ვაიმე, ჩქარა მამამისი სად არის? ჩქარა. სახშია. ჩქარა. გოგა, სანდროს ვეღარ ხედავ, სად არის ბავშვი? ბაკურიანში ხართ? აბა მე ვის ბავს ვუვლიდი აქ? მოდი. კაი. კარგია, გადავლახეთ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.